ვფიქრობ, რომ ბრალდებულის ფუნდამენტური უფლება მას ყავდეს ადვოკატი და როდესაც სავალდებულო წესით არის ადვოკატი დანიშნული, მხოლოდ ეს შემთხვევები გამორიცხავს იმ შემთხვევას, როდესაც ადვოკატს უფლება, უბრალოდ ბრალდებულს უფლება ერთმევა რომ უარითქოს ადვოკატზე, მაგრამ თუ ეს ბრალდებული უზრუნველყოფილია ადვოკატით და მას ყავს მოწვეული ადვოკატი, ასეთ შემთხვევაში მისი უფლება ადვოკატის არჩევასთან დაკავშირებით არ უნდა იყოს შეზღუდული. დღეს სასამართლომ ასევე მოისმინა შუამდგომლობები, უბრალოდ შესავალი სიტყვები, სადაც ზვიად ცეცხლაძის დაცვის მხარემ ძალიან მოკლედ გამომახვილეთ ყურადღება რამდენიმე ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე და მოგვიანებით უკვე დასკვნით სიტყვაში და მოწმეთა ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ დავაფიქსირეთ პოზიციებს და შესაბამისად დასკვნით სიტყვაში შევაჯამებთ ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც მტკიცებულებების არარსებობის პირობებში მოლოდინი გვაქვს მხოლოდ ერთის, რომ სასამართლომ უნდა მიიღოს გამომართლებელი განაჩენი. დაცვამ შესავალი სიტყვებში დავაფიქსირეთ ის, რასაც ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ საქმეში არ არის არანაირი არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება იმისა, რომ მევქია კასრაძეს ჩადენილი ჰქონდეს სისასამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. ამ ხნის განმავლობაში პროკურატურამ ვერ უზრუნველყო წარმოედგინა აღნიშნული მტკიცებულებები და ბატონ მევქია კასრაძის მიმართ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ვიდეო ჩანაწერი წარმოდგენილი, რომლის ავთენტურობაც ვერ დადგინდება და ვერ დადასტურდება შემდგომ სასამართლო პროცესებზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურას არ აქვს ექსპერტიზა დანიშნული და შესაბამისად ამ ვიდეო ჩანაწერის ავთენტურობა თუ როდის არის გადაღებული, რა პერიოდში არის და რა მონაკვეთში არის გადაღებული, აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხები უბრალოდ ვერ იქნება გაცემული. რაც ჩვენ უნდა დავიწყოთ არსებითი განხილვა გამომდინარე 225 მუხლიდან. მუხლი, რომელიც გულისხმობს, რომ ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზება მოხდა და ძალადობრივმა ჯგუფმა რაღაცა დააზიანა, რა შედეგიც დადგა, რომ დისპოზიცია რასაც გვეუბნება. და ანუ თვითონ მუხლის მოთხოვნა, რასაც ჩვენ გვედავება, თეორიულად ეგეთი შედავების ხარისხით შეიძლება რომ ამ კიბერტერორიზმის მოგვედაონ, ან მოგვედაონ სიტყვაზე ოჯახურიც. ანუ მაგალითისთვის რა ჩემს თავში ვეჭდება ესეთი რაღაცა. სიტყვაზე შეიძლება ჯგუფის ორგანიზება მოხდეს, ისე რომ კი პირები ერთმანეთს არ იცნობდნენ რაღაც კონკრეტულ ადგილას, ვიღაც უცხო ადამიანები მიიღებებით, თუნდაც შეიძლება სახელიც ვერ დაინახო, რაღაცა შეიკრიბონ და რაღაცა გადაინაწილონ. მაგრამ რაღაც სახის მტკიცებულება ხომ უნდა არსებობდეს, რომ ერთ კონკრეტულ ადგილას პირები ერთ კონკრეტულ დროს იმყოფებიან, ან ვიდეო მასალა, ან ფოტო მასალა ხომ უნდა არსებობდეს, რომ ეს ადამიანები ერთად მოქმედებდნენ მაინც. და როდესაც ეს მოცემულობა არ გვაქვს, რომ აი ერთ სიცეში, ერთ დროში ადამიანები არაუცილებელი ერთმანეთს იცოდნენ, მაგრამ ერთად მოქმედებდნენ, ჩვენ მაშინ შევდივართ ისეთ საქმის განხილვაში, რომლის მუხლიც არის ფაქტობრივად შეუფერებელი. ანუ რასაც მოგედავებიან, მაგასაც ხო გააჩნია, ხო შეიძლება მაგალითად მოგვედავონ ან ხულიგნობა, ან ძიმე ხულიგნობა, არ ვიცი, ზოგ შედავებია პოლიციაზე თავდასხმა. სადაც შეიძლება განხილვა და პროკურატურა შეუძლია ანუ იმის სპეკულირება ან დაცვის გამოყენება, რომ რაღაცას ან ქონდა ადგილი, რაც შეიძლება განვიხილოთ და თუ ჩვენ შემთხვევაში პროკურატურას იმის პრეტენზიაც კი არ აქვს, ერთმანეთს ვიცნობთ, მაშინ ელემენტარული ჩვენი ერთ სივრცეში და ერთ დროში, აი დროსა და სივრცეში ერთდროულად თანაარსებობის მტკიცებულებას თუ არ არის, მე ვერ ხვდები ლოგიკას 225 მუხლის არსების განხილვაში შესვლის. ანუ ახლა სიტყვაზე რა ავდგეთ და კიბერტერორიზმი რა ავიღოთ ჩემ ვიდეო მასალაზე. მუხლი ხო უბრალოდ შეუფერებელია და ვინ ადგენს ან რა ადგენს იმას, რომ ამ მუხლით უნდა მიმდინარეობდეს პროცესი და საერთოდ რამდენად რელევანტურია უშუალოდ ეს კონკრეტული მუხლი.